შუადღე მშვიდობისა ვაკის გუდვილის სტუდიიდან დაგიბრუნდით მე და ქეთი მოვიმარაგეთ უკვე ყველა პროდუქტი და ის ინგრედიენტი რაც გვჭირდება დღევანდელი კერძებისთვის და დავიწყებთ სამსადის. ქეთი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. მადლობა რომ დამპატიჟეთ, მიხარია. ყოველთვის მიხარია შენი გემრიელობების დაგემოვნება. დღეს შენ გემრიელობას დავაგემოვნებს და ჩემსაც მივაყოლებ. მომიყევი მაშინ რას მოამზადებ დღეს, მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელსაც და ასევე რა იქნება ძირითადი ინგრედიენტი. ანუ რადგან შენაკეთებ გუდვილის ცომისგან, კი, ყველის და ლეღვის სტაილს. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია სხვათა შორის, იმიტომ რომ არის როგორც კარაგზე, ასევე არის სამარხო ვერსიაც და არის ნახევრად ფენოვანი, რომელიც უხდება ყველა კერძს. მე მიყვარს მხოლოდ კარაგი. და მხოლოდ კარაგზე ჯამ ყველაფერს. მოკლედ, მაგას რომ მოუხდეს, გვექნება რუკოლა სალატი. როგორც არის ყველაზე მარტივი გასაკეთებელი, ყველანაირ ესეთ ტარტთან და ყველაფერ აი რაღაც ის რო არის პანინისთან, ვთქვათ ბრუსკეტებთან, ყველაფერს უხდება. შეგვიძლია სენდვიჩიც მოვათავსოთ. რა თქმა უნდა, შეიცი რა არის, თუ გაუკეთებთ მოძს, მე მგონი და ნუშს, კიდე ნიგოს. გონი ჯობი რომ არ მოათავსო სენდვიჩი. არა, ზოგადად ამოიღო და მოათავსო სენდვიჩი. ზოგადად ისეთი კარგი ბაზა არის რუკოლა ყველაფრისთვის. რუკოლა და აი ეს დრესინგი, რომელიც იქნება თაფლით, დეჟონით, რომელზეც მე ვიждები, ზეითუნის ეთით და ლიმონის წვენით. ესეთი დრესინგია, მაყურებელს ალბათ ვუთხრათ, რომ ყველაფერს უხდება. ყველაფერს. თითქმის ყველაფერი მზად მაქვს, დაახლოებით 20 წუთი დასჭირდება მას, იმიტომ რომ ნახე ფენოვანი ცომი უკვე გავაფრთხელე, სანამ შევედით პირდაპირ ეთერში, აქ მაქვს კრემყველი, რომელიც უნდა უბრალოდ ესე შევკმაზოთ ცოტა მარილით, ცოტა პილპილით, ასევე დავამატებ სულ ცოტა ორეგანოს და დავამატებ ლიმონის ცედრას და შემდეგ უკვე რაღაც გემრიელად ჟღერს. ხო, და მე ძალიან მიყვარს სეზონურად, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, დიასახლის ალბათ სეზონური პროდუქტების გამოყენება, რადგანაც სანამ სეზონი უნდა მივირთვათ, ამ ყველაფერზე ზემოდან მოვათავსებ ლეღვს და ასევე გამოვიყენებთ ყველბრის. ჯერ პირველ ეტაპზე ღუმელში ბრისთან ერთად გავუშვებ და შემდეგ უკვე გორგონზოლას უკვე გამომცხვარზე მოვაყენებ. მოკლედ დღეს ყველის ის გვაქვს ჩემპიონატი, რომელი ყველი მოიგებს, იმიტომ რომ მე ავარჩიე ბერძნული. თან ის ყველი, რომელიც შენ მოგეწონება და გიყვარს, გუდვილი გვთავაზობს საკმაოდ მრავალფეროვან ასორტიმენტს და ქვეყნის და აღფრთოვანებული. ხო, ნებისმიერი ქვეყნის პროდუქტი შეგვიძლია ვიპოვოთ და განსაკუთრებით გვანებივრებს იტალიური ბრენდებით. ექსკლუზიურად გუდვილში არის წარმოდგენილი მსგავსი ბრენდები. შევამჩნიე პროშუტოები. ფერარინი არის იტალიური ბრენდი, რომელიც არის წარმოდგენილი გუდვილში და აქვს უგემრიელესი პროშუტოები. და გუდვილს ხო ერთი წელი ფერანილინით რომ მოვიტაცო და აქვე რომ დავაგემოვნო შეიძლება. ვაგრძელებთ ჩვენ ძალიან გემრიელი კერძების მომზადებას. ქეთი ამასობაში გავიდა პროშუტოსთვის და დაგვიბრუნდება ძალიან მალე. მე კი გაჩვენებთ რას ვაკეთებთ ცომისთვის, ესე ფორმის მისაცემად, უბრალოდ ნახეთ ესეთ პატარა ოთხკუთხედად შიგნით კიდე ერთი მართკუთხედი გავუკეთეთ, ჩავჭერი ოდნავ ცომი და ახლა დავიწყებ იმ კრემყველის გადასმას, რომელიც უკვე წინასწარ მოვამზადე. როგორც იცით, აქ დავამატე მარილი, პილპილი და ასევე დავამატე ლიმონის ცედრა. ქეთი, დაგვიბრუნდი? იპოვე. ესე კი, აღმოვაჩინე პროშუტო, რომელიც მივედით, ხო ვერ დაეჭე. იმიტომ რომ მაინც უსაქმოდ ვარ, ჩემს სალატს უნდა 3 წამი. ამიტომ ეხა მე და შენ რო არ მოვიწყინოთ. შენ სალატს კი არა, შენ ხარ ესეთი მოხერხებული, რომ 3 წუთში აკეთებ. არა, ეს მართლა რეალურად შეიძლება 1 საათით გაგრძელდეს. შენ აკეთებ ამას, მე უცბად გადავახო პროშუტოს ჩერიზე. დავაწყავ ზევიდან გადასარევ ბალზამიკოს. და ძალიან გემრიელი წასახემსებელი. ქეთი, იცი რა მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდი და როგორ მიხვდი, რომ შენი სივრცე არის სამზარეულო? სამზარეულო? ხო. ჩემმა მეგობარმა დამაძალა რაღაც პროექტში მისვლა. მე მითხრა, რომ უშენოდ არაფერი არ გამოვაო და 4000 კაცს ვაჭმევდით 3 თვის განმავლობაში. და ისე სახში აი ეს მოდის ბებიიდან, დედიდან ეს. კი, ბებიაც არაჩვეულებრივად აკეთებს, დედაც არაჩვეულებრივად აკეთებს. ასევე ამასობაში მე უნდა დავჭრა ბრი და უნდა გადავუსვა კიდე კვერცხის გული აქეთი. კი, რა კაია, შენ რამდენ ხანში იქნებ მზა? მე რა ვიცი, აი მესამე ჩართვაში მექნება მზად. მესამე ჩართვისთვის მაშინ? ხო. ქეთი, სხვათა შორის პომიდორი და ყველა ბოსტნეული, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ და ზოგადად არის გუდვილის დახლებზე წარმოდგენილი, პირველ რიგში გადის შემოწმებას გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და ასევე ჩვენს კალათებში.
რა გადასარევია ეს ყველაფერი? კი, ნამდვილად. ცი რა არის სანამ მჭირდება კვერცხი და ასევე ვიყენებ რა კარგიას ბრენდის კვერცხს და თქვენ ჩემო მაყურებელმა უკვე იცის რომ ეს არის ასევე გუდვილის ბრენდი, რა კარგია და აქვს ისეთი მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მარილი, დაწყებული, ბრინჯი, კინოა, სხვადასხვა კონსერვაციები და კვერცხიც როგორც ყოველთვის გვაქვს რა კარგიას. ეს ვინმეს უნდა გავასინჯო ეს პროშუტო, იმიტომ ეს ამის. მოვიპატიჟოთ მომხმარებლები და გავასინჯოთ. ვაიმე, ლანა, მოდი. ლანა, მოდი. პრივეტ. მუე, კარგად, შენ? სალუტ, ლანა, როგორ ახლა? კარგად. ნახე რა პროშუტოა? აჰა. უნდა ვჭამა? კი, ჭამე. ნახე რა პროშუტო აქვს გაგიჟებული. მოჩენდი ქეთის სამზარეულოში ხედა. უდემრიელია გოგო. ქეთის ყველაფერი. რასაკ? მადლობა ძალიან დიდი, ძალიან გემრიელია. ნახდათ? ეხლა თუ ცოტა ხანში მოხვალ ლიკა გაამზადებს. კიდე მოვალ. რა მოიმარაგე ამასობაში რომ მოგვიყვე? არაფერი ჯერ ვარჩევ. კარგი, აბა წარმატებები. კოჩნი ლანა პაკა. ესეც ასე, ნახეთ უკვე თითქმის მზად არის ჩვენი კერძი. უი, ბოდიში, არა, მაპატია. თითქმის მზად არის ჩვენი კერძი ღუმელში გასაშვებად, ერთადერთი იზღა დაგვრჩენია რომ შემოვაწყოთ ზემოდან დაჭრილი ლეღვი. ესეც ასე. ოხ. როგორ გადასარევად გამოიყურება? შემოდგომა ჩვენს ლანგარზე მიდის ღუმელში. და დრო დასჭირდება თითქმის იმდენი, რამდენიც სჭირდება ყველის გადნობას. ჩვენ უკვე შემდეგ ჩართვაში დაგიბრუნდებით და ქეთი გვპირდება, რომ სალათიც პირდაპირ ეთერში მომზადდება. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც იცით, ჩვენთან ერთად დღეს არის ქეთი სალაყაია, რომელიც გვიმზადებს ძალიან გემრიელ სალატს, ნიგზით, რუკოლათი და მოცვით და ასევე თეთრი ყველით, ხო, ესე თხის ყველით. კი ბატონო, ამასობაში მე უკვე გადმოვიღებ შენგან ჭირდება ლიმონი. კი ბატონო. ხო შეიძლება რომ ავიღო. აი, ცედრა გახეხილ, აი ამას. კი ბატონო. ცედრა ლიკა მოაშორო, მე გულსარც ვიხმარ. დანაკარგის გარეშე. რა თქმა უნდა, დანაკარგის გარეშე. ამასობაში ჩვენი ღვეზელი თუ როგორც გვინდა ისე დავარქვათ, მზად არის იმისთვის, რომ რაღაც ბოლო ეტაპები გაიაროს. უნდა დავამატოთ სხვადასხვა მწვანილები, შეგვიძლია ასევე ცოტა ბეკონდარა მოვაყაროთ, შეგვიძლია ცოტა ორეგანო მოვაყაროთ და დავამატოთ გროგონზოლას ყველი, ან ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი ესეთი ცოტა არომატული ყველი, იმიტომ რომ ლეღვს უხდება მსგავსი რაღაცები და ასევე გავაფორმებ პიტნით და ცოტა მიკრომწვანილებით. მოკლედ, ამ დრესინგისთვის არის ყველა ძალიან მარტივი დრესინგი. ყველაზე მარტივი დრესინგია მსოფლიოში. მაგრამ ამავდროულად ჩემთვის ყველაზე საყვარელი, არ ვიცი, რატომღაც ყველაფერს უხდება. ერთნაირი რაოდენობა დეჟონის დოგვი. ზეითუნის ზეთი. ყველაფერი თვალით, ხო? ჩემი მეგობრები ვერ ხვდებიან თვალით რას ნიშნავს. და თვალით ნიშნავს, როცა თვალს მოწონს, არ ვიცი. მე მგონი გულით უფრო არის ეგ, ხო, არა? შეიძლება გულით არის. დედა ლიკა რა საოცრებას აკეთებ, გავგიჟდები. ასევე. კეთი, შენი რუკოლაც მოუხდებოდა ამას ზემოდან, რა? ლიმონი ჩვენი რა ხანის არ გვაქვს. წესით ჩანგალი მჭირდება ეს რომ, მაგრამ არა უშავს, ესე ჩავწურა. ჩანგალი ლიმონი. ისეთი გასაგიჟებელი ლიმონი არ ჩანგალი ჭირდება და არც ვენსაწური, ასე რომ შემილია. კი ბატონო. ნახე ამასობაში ნელ-ნელა უკვე დასრულებულ იერსახეს იღებს ჩვენი გამომცხვარი ღვეზელი, რომელიც მოვამზადეთ გუდვილის ნახევრად ფენოვანი ცომისგან და თქვენ იცით, რომ ეს ცომი მზადდება კარაგზე და არის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი, იმიტომ რომ სახში, როდესაც მსგავსი პროდუქტი გაქვს, ძალიან მარტივია, უცებ მოამზადო, რაც გინდა და ასევე არის სამარხო ვერსია, ძალიან გემრიელი და არომატული კერძები გამოგვდის, მაგრამ გემრიელი კერძები წარმოუდგენელია კოკაკოლის გარეშე, ასე რომ მოდი მე კოკაკოლით გაგიმასპინძლდები, სანამ შენ ფუსფუსებ. ესე იგი, სანამ მე მოკლედ ეს არის, აი, ყველაფერი ერთად არის ჩასხმული, მადლობა ლიკა. მოიცე ჭიქა მოგცე ჩემი შენ ხო, და მე დამიბრუნე ჭიქა. მადლობა. ეს არის, აი ეს ხდება. თელი ამ ვინიგრეტის ამბავი არის ეს. და ცივი ყავას ხო ესე მზადდებოდა აღიარე 90-იანი. მე ხა ეგრე ვაკეთებ გიждები. ავიღებ გარეცხილ რუკოლას. შენი მზად არის, ხო? კი, მარტო ისღა დამრჩენია, რომ თაფლი მოვასხა და ესეთი ლამაზი მიკრომწვანილებით გავაფორმოთ.
მე ძალიან მიყვარს როგორც ვახსენე სეზონური პროდუქტების გამოყენება, იმიტომ რომ მე ამას ესე დიდად ვეღარ მივირთმევთ და არც გვინდება თითქოს არა, აი რაღაცა ხა საზამთრო ზამთარში აღარ მინდება და შესაბამისად ეს ის პროდუქტებია, რომელიც ზუსტად სეზონურად უნდა გამოვიყენოთ. სხვათა შორის ნიგოზი და მსგავსი რაღაცები სულ მაკლია ხოლმე სალათებში თუ არა აქვს, იმიტომ რომ ეს სიკნატუნე, აი რას აძლევს აი ისეთ, აი რას აძლევს ეს სიკნატუნე ისეთ, რომ აი ყველაფერს უხდება. როგორ ფიქრობ შენ? ტექსტურის სხვაობას. ხო. ტექსტურული სხვაობა რაც მნიშვნელოვანია კერძში. ეს იმხელა არაჩვეულებრივი მოცვი არის, რომ მომიწევს გავჭრა, რომ ძალიან დიდი ბევრი არის. ცოტა მეც რო დაგესაცხო ნიგზი. რა თქმა უნდა. მგონი მოუხდება. აბარა, მოკლედ ჩავაცხავ დეჟონს, დეჟონის დრესინგს. ანუ მდოგვი. ხო, მართლოვანი მდოგვი. დიახ. კარგად ერთმანეთში შეაზავებ, ხო? შევაზავებ, რაღაც ყველა იმდენი ვჭამებ პროშუტოსთან ერთად, რომ მომაკლდა, მაგრამ აი, იმას მოკლებული ჩვენი სალათი. შენ არაჩვეულებრივი ტარტს, რომელიც შეიძლება რომ მოხდე ზად არის. ძალიან ლამაზი სალათია, მართლა შემოდგომა არის თეთრზე, ხო? სოუსზე არის დარდო, აქ იმდენი პროდუქტია, რომ კიდე დავამატებთ და კიდე მოვამზადებთ. კეთი, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს კიდევ ერთხელ მოვუყვეთ, რომ სალათი არის რუკოლათი მოცვით, თხის ყველით, სოუსით, რომელიც შემოგთავაზე და აქვს ასევე ნიგოზი. ძალიან დიდი მადლობა და აქვე გვაქვს ესეთი მეორე ხრაშუნა კერძი, რომელიც ფიქრობ ძალიან მოუხდება შენ სალათს. მე პირიქით გეუბნები. და თუ თქვენც გნებავთ, რომ ესე მარტივად და ძალიან სწრაფად იფუსფუსოთ სამზარეულოში, ჩვენ შეგახსენებთ, რომ გუდვილის მისამართი არის goodwill.g, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით და გუდვილის გუნდი უმოკლეს დროში მოგაწყვდით სასურველ მისამართზე. თუ არ გავასინჯოთ ხალხს. მაშინ ერთი წუთი ჯერ ვერ დაგემშვიდობებით, კარგი აზრია, კეთი, შემოვიპატიჟოთ სტუმრები. გამყურვანია მობრძანდით. გელოდებით, ესე გიყურებდით, სად იყავით. შემოწლის მობრძანდით უნდა გაგასინჯოთ ლიკას სტარტი. კიდევ ერთხელ გამარჯობა. მობრძანდით. ქალბატონი მარინა, ქალბატონი ნატალია, ძალიან სასიამოვნოა. ეხა ლიკა. რომლებიც კეთიმ შემოიპატიჟა დიახ, დასაწყისში. დასაწყისშივე შევნიშნე ქალბატონები და ეხა ლიკა მოგიჭრით და გაასინჯე. რაღაცებს აკეთებ ხოლმე, რა ტელევიზორიდან მინდა რომ აი, ხო ხედავთ, რა კარგ ფეხზე მობრძანდით დღეს ეს არის გუდვილში და გუდვილი, აი ამ წომის გაკეთებული. შეგვიძლია რომ პირდაპირ ქალბატონ ნატალიას უნდა იყოს ფინალურია რა. კი, ლეღვით და არაჩვეულებრივი და ხარია თუ მოგწონთ. მეორე ქალბატონი შეიძლება ახლა გავსინჯო. კი, ცხადია, აბარა. აი, თქვენ და სალათით შეგვიძლია რომ იქვე მივუყაროთ. იქვე მივუყაროთ შეგიძლიათ სალათი. კი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ სალათი ისეთია, რომელიც ყველაფერს უხდება და ზოგადად სალათი ისეთი კერძია, რომელსაც ვამზადებთ ყველაფრისგან, რაც მოგვეპოვება სამზარეულოში. ახლა კი ნამდვილად გემშვიდობებით არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად და შემდეგში დაგიბრუნდებით. მადლობა თქვენ რომ შემოგვიერთდით. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.